დავიწყოთ ფანჯრების ჩასმა უკვე ზედა სართულზე. გამომდინარე აქედან ground floor-იდან გადავდივარ one story-ზე, ორჯერ დავაწყაპოთ და გადავალთ ზედა სართულზე და კიდევ ერთხელ გადავხედოთ რა გვაქვს, რას მივიღებთ. ესე იგი მეორე სართული უკვე ეს არის, აი ეს სამი ფანჯარა ჩასასვლელი. მოდი ვნახოთ ფასადის მხრიდან როგორ გამოიყურება ეს სამი ცალი ფანჯარა. აქ დაბლა ხედავთ ქვედა სართულის შესასვლელს, ანუ აი ამას ტერასას, ეგრეთ წოდებულ, სადაც კარებები გაქვთ. ფანჯრები უშუალოდ ეს სამი ცალი გვაქვს და მეოთხე ეს მხარე. ანუ წინ ფასად შევხედოთ და უკანა ფასად შევხედოთ, რომ მსგავსი დაახლოებით მსგავსი ფანჯრები ჩავალაგოთ. შევდივართ ფასადზე. ესე იგი წინა მხარეს ხედავთ აი გვაქვს ფანჯარა თავისთავად და ეს უკანა ფასადის ფანჯრები. ნუ აქ რა შეიძლება ვთქვათ თავისთავად ის რომ ჯერჯერობით არ გავუკეთებია ჩვენ ეს სახურავი და არ ვიცით რამ სიმაღლეზე დავაყენებთ, ტექნიკურად ვიფიქრებთ მე ამაზე. აქაც ანალოგიურად ეს ფანჯარა შეიძლება უფრო დაბალია სიმაღლეში და მსგავსი ალბათ იქნება ეს. ეხლა ლოგიკურად თუ დავფიქრდებით გასაგები რომ აქ შესასვლელი კიბეები გვაქვს, იქ ტერასა გვაქვს, ასევე შესასვლელი გასწოლი ფასადზე. ალბათ აი ამ სახურავის სიმაღლეზე და ზოლის, როგორც უკანა მხარეს, კედლის ასევე წინ შესასვლელში ალბათ ერთნაირს გავაკეთებთ, ხო? ალბათ, არ ვიცი, ნახოთ იქ როგორ იქნება. რაც შეეხება ამ ფანჯარას, თუ ერთნაირს გავაკეთებთ, ეხლა ვიზუალურად ხედავთ რომ დაბჯენილია, ჩვენც ნუ ან ესე გავაკეთებთ, ან შეიძლება შევცვალოთ, რომ ჩვენზე იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ნიმუში. ამიტომ თუ ფანჯრის სიმაღლე შევცვალე, ალბათ ერთნაირი გვექნება, ხო და ალბათ კიდე ბევრჯერ გავიმეორე, ალბათ უკეთესი იქნება, რომ ორი ფანჯარა ერთნაირი იყოს, რომ მათ შორის შეკვეთას როდესაც მისცემთ, არ იყოს რაღაც განსხვავებულად ბევრი ერთმანეთისაგან ზომებში ფანჯარა. მოკლედ, მოდით ჩავსვათ ახლა ეს ფანჯარა როგორიც გვაქვს ამ შემთხვევაში, თუმცა ნუ ვიზუალურად შეგვიძლია მათ შორის შევხედოთ და დავაფიქსიროთ, რომ ეს სავარაუდოდ უფრო გრძელია და ეს მოკლეა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, როდესაც ამ სახურავის დაცმას დავიწყებთ აქ, კონსტრუქციულად მივხვდებით მერე, სჭირდება ამას აწევა, ანუ დამოკლება ფანჯრის სიმაღლეს თუ არა. ამიტომ ამ ეტაპზე ვტოვებ იგივეს, ანუ მსგავსი ფანჯარა რაც აქ ქონდა, უნდა ჩავსვათ ზედა სართულზე ამ ადგილას. უკანა ფასადს რაც შეეხება ამ ადგილას. მოკლედ გადავდივარ გეგმაზე. ჩავდივარ დაბლა სართულზე. თორემ მიუხედავად იმისა, მე ბოლოს რა გამოვიყენე არ მახსოვს, თქვენ შეიძლება სხვადასხვა რაღაცები აკეთეთ, ამიტომ ჩავთავ პიპეტკას და ესეთი ფანჯარა მინდა ზედა სართულზე ორი ცალი. ვეხები ფანჯარას, ვაწყაპებ, ჩაირთვება შესაბამისი ხელსაწყო ფანჯარა, შესაბამისი მართვის პარამეტრები და ზომებით რაც ეს არის. ავდივარ ორი წკაპით one story-ზე და როგორც აღნიშნეთ, ერთი ფანჯარა გვექნება ამ ადგილას. კიდევ ერთხელ მოდი გადავხედოთ, რომ არ შეგვეშალოს. ისე აი ამ ადგილას, აქ ჩვენ ორი ოთახი გვაქვს, ეს არის კორიდორი ოთახებში შესასვლელი, ეს იქნება სველი წერტილი ჩვენს გეგმაში, ანუ აი სველი წერტილი და ეს კორიდორი და აქ პირობითად დავსვათ. ამის ადგილმდებარე პირობითად, ანუ გულისხმობ ნებისმიერ ადგილას აირჩიეთ, სადაც გინდათ. ან შეგიძლიათ მაგალითად შიდა მხარე გამოიყენოთ, მაგრამ ეხლა ზედმეტი ოპერაციების კეთება არ მინდა. პირობითად დასვით, სადაც გინდათ, აი წკაპ და მე წკაპი გააკეთეთ ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ნუ სავარაუდოდ ალბათ აქ უკეთესი იქნება პირველად ეს მხარე იღებოდეს. წკაპ თუ რატო? კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ დიზაინის თვალსაზრისით აქ კარები გვექნება ხო შესასვლელი და შეიძლება უბრალოდ ფანჯრის გაღება ვიზუალურად ხელს გვიშლიდეს. თუმცა მანდა მაინც არ გულისხმობს, რომ აქეთ მხარეს უნდა იყოს. მეორე ასეთივე ფანჯარა უკან ფასადზე გვაქვს, ნახოთ რომელი არის, ანუ აი ეს ფანჯარა არის, ნუ სავარაუდოდ ეს ოთახია, მაგრამ გეგმაზე მაინც უნდა შევხედოთ, რომ დავწმუნდეთ რა ადგილას უნდა ჩავსვათ. კი ბატონო, აი ამ ოთახში უნდა ჩავსვათ ეს. არა, აი ამ ოთახში უკაცრავად, აი ზუსტად იმიტომ შევხედოთ გეგმაზე, აი ეს ფანჯარა და შეიძლება შევშლოთ ახლა და აქედან მხარეს ჩაგვესვა. აი აქ ჯდება ეს ფანჯარა. გადავდივართ ისევ გეგმაზე, ფანჯარა ჩავთი, არა უნდა პირდაპირ აღება ბოლოს ეს იყო გამოყენებული, ნუ აქ ახლა პირობითად ჩავსვა იქ სადაც ვთვლი ჯერჯერობით რომ უნდა იყოს. შემდეგი ფანჯრები ვნახოთ როგორი სახეობის არის, ანუ კერძოდ ეს ერთი და ეს მეორე. გადავდივარ ისევ ფასადზე. და საუბარი ამ ორ ფანჯარაზე, ამასაც ორი დაწყებები გავხსნი, რომ დიდ ეკრანზე გაიხსნას, რათა ვიზუალურად ვნახოთ რა გვაქვს. მოდი ვნახოთ ასევე რა ადგილები არის ეს ჩვენს პროექტში, კერძოდ ეს ფანჯარა. ნუ აქ ხედავთ როგორი არის, ხო, ქვემოთ, ზემოთ ეწოდებული ტრანსომი, რომელიც შუაზეა გაყოფილი, ეს ორი ფანჯარა დიზაინის თვალსაზრისით ერთნაირი, უბრალოდ ეს მოკლეა, ეს უფრო გრძელია.
გადმოვედით ისევ გეგმაზე. გრძელი პანჯარა შუაშია ამ ორს შორის, ამას გულისხმობ შუა, ოთხი სიტყვა ამ ორს შორის არის და ეს აქედან კუთხეა. შევხედოთ გეგმაზე რომელი პანჯარაა. და რა ადგილი არის, ასე თქვა, ჩვენს პროექტში. ესე იგი, აი ეს გრძელი პანჯარა, რომელიც შუაში არის, კიბეების ადგილს წარმოადგენს, ანუ კიბეების უჯრედს, აქ უჯრედი იქნება, ამიტომაც არის ის გრძელი და ის მოკლე პანჯარა აიქით არის, სანკვანძის პანჯარა არის, აზის ამ ადგილას. მოკლედ შევქმნათ ახლა მსგავსი პანჯრები და მერე ჩავალაგოთ პირობით ზომებს დავაყენებთ დასაწყის ზომებს, ამ საწყის ზომებს და მერე შევცვლით. ესე იგი, ეს ჩვენი სველი წერტილი, აქ იქნება მოკლე პანჯარა. შევდივარ პანჯარაში, ამას ახალი შედგენა დაჭირდება, ამიტომ არანაირ კრიტიკას ახლა ფიზიკურად არ გამოვიყენებ, თუმცა შემეძლო, იმიტომ რომ საწყისი პანჯარა მქონდა ასეთი. ვირჩევ აქედან ისევ shapes, ტრანსფორმიანი და ტრანსფორმს რა თქმა უნდა გავყოფ ახლა ორ ნაწილად. ხო, ტრანსფორმსაშ fixed glass დავაყენებ ისევ double sending. აქ კიდე გავიმეორებ ვიზუალურად არ გვიჩვენებს სიმაღლეებს, მერე შევცვლი უკვე ჩასმულ პანჯარაზე, ერთსაც ჩავსვავ და მეორესაც. ანუ ერთი გვექნება აქ კიბეებთან, პირობითად ვირჩევთ ადგილმდებარეობას, მეორეს აქ. აქაც პირობითად, იმიტომ კიდე ვიმეორებ აქ რომ დავალაგებ, მერე ამაზანა იქნება სველწერტილების ადგილმდებარეობა, მერე გავსაზღვრავთ პანჯრის ვიზუალურ მდგომარეობას, მათ შორის გავითვალისწინებთ ფასადის მხარესაც, რომ ლამაზი იყოს და რაღაც მიჭეჭყილი კუთხეში ან არა თავის ლოგიკურ ადგილას არ აღმოჩნდეს. მოკლედ გადავდივართ ახლა 3D-ში, პანჯრების ჩალაგება მოვჭით, უბრალოდ ვიზუალურად იქვე შევხედოთ, რას შევცვლით. ხო, ეს ერთი პანჯარა აქვს, რომელიც ჩავსვით, შემოატრიალიათ უკან მხარე ფასადის. ეს ორი პანჯარა და ამ ორი პანჯრიდან გავიხსენოთ, რა ეს უფრო გრძელი უნდა იყოს, ეს მოკლე უნდა იყოს. მოდი ამ მოკლეს შევხედავ, კიდევ ვიმეორებ იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისით თვითონ პროექტშია მოცემული. აქ რამოდენიმე გაიხსნა უკვე ეს სურათი ავხურავდით წეგან. ესე იგი, მოკლე პანჯარას თუ დავაკვირდებით ახლა და შევხედავთ, სიმაღლეში უნდა იყოს ერთნაირი სავარაუდოდ, ხო, იმიტომ რომ ამ გადახურვას თუ შევხედავთ სახურავს თუ გამოვატარებთ, ხო, ვიზუალურად ამის პირზე გადის. უბრალოდ ეს სახურავი დაბლაა ჩამოწეული, რატო? იმიტომ რომ გრაფიკულად აი ეს ასე ვთქვათ, პანჯრის გარე რაფა არის გაკეთებული. ამიტომ სიმაღლეს ტოვებ იმ სტანდარტებზე, რა სტანდარტზე სხვა დანარჩენი ჩავსვი. ამას დაჭირდება უბრალოდ დაგრძელება. სავარაუდოდ პანჯრის დაგრძელების დროს გავითვალისწინებ იმას, რომ ზედა მხარე ალბათ უკეთესია, რომ ერთნაირი იყოს, ხო, უბრალოდ აი ეს უნდა დაგრძელდეს. მოდა ამის რეალიზაციას გავაკეთებ, თუმცა კიდე გავიმეორებ ამის სიმაღლეს მერე მაინც დავაკორექტირებ, ისე რომ სხვა დანარჩენი პანჯრის სიგანეებსაც შევეხები, როდესაც მოვა ამის დრო. უბრალოდ შევხედოთ ახლა დღევანდელი გადასახედიდან ამ ვიდეოში როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ამის სიმაღლე, რომ სწორი გამოვიდეს. მე ახლა რაღაცებზე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, მათემატიკურ გაანგარიშებებზე, მაგრამ ეს შინაარსი უნდა მივხვდეთ. მოკლედ, ჩვენი სართულის კედლის სიმაღლე 0-დან როდესაც იწყება, ანუ ამ სართულის ნიშნულიდან როდესაც იწყება, პანჯარა ჩასმული გვაქვს 1 მეტრის სიმაღლეზე, ანუ ნიშნულიდან, ანუ კედლის ძირიდან, ამ შემთხვევაში პირდაპირ ესე შემიძლია თქვა, 1 მეტრის სიმაღლეზეა ჩასმული. თუმცა კედლის ძირიდან არ განისაზღვრება ეს პარამეტრები, ნიშნულიდან განისაზღვრება სართულის. უბრალოდ კედლის ძირი პირდაპირ ნიშნულზე დევს, ამიტომაც შემიძლია ამ ეტაპზე თქვა, რომ კედლის ძირიდან არის 1 მეტრზე ეს აწეული. ეს პარამეტრი არის აი ეს. რა თქმა უნდა შესაძლებელია ვცვალოთ, ხო, მაგალითად წერია აქ, ხო, seal to story 1, რაც ნიშნავს, რომ ანუ სიმაღლე განისაზღვრება სართულის ნიშნულიდან. თუმცა აქ შეგვიძლია ვცვალოთ სხვადასხვა, მაგალითად ამოვიწიო seal to base wall, ხო, თუ პირიქით wall base, რაც ნიშნავს ამ თქოს, რომ კედლის ძირიდან შეიძლება ვთქვათ. ეხლა მე რო ეს გადავთვალ, აქ არაფერი არ შეიძლება, მაგრამ როდესაც შევცვლი მე ახლა აი ეს საფუძველზე, მე გაჩვენებ ვიზუალურად, როგორ შეიძლება ეს რიცხვი როდესაც, რა თქმა უნდა, კედლის სიმაღლე თუ იქნება სხვა ადგილმდებარეობაზე. კიდევ ვიმეორებ, კედლის ძირი ამ შემთხვევაში დევს სართულის ნიშნულზე, ამიტომ იქ რაც გადავთავ, ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. მოკლედ, მოვნიშნეთ ეს პანჯარა და უნდა შევიტანოთ ცვლილებები, ან უნდა დავაგრძელო პანჯარა. პანჯრის სიმაღლე არის აი ეს პარამეტრი, რომელიც აქ გვიწერია. მაგალითად, უნდა გავხადო 2 მეტრი პანჯარა. პანჯრის სიმაღლეს როდესაც ვცვლით, სიმაღლე მიდის ზევით. მოდი ჯერ გაჩვენეთ პირობითად აქედან, იმიტომ რომ მე ძირითად პანჯარაში უნდა შევიდე, 2000 ჩავწერ, enter-ს დავაჭირო. როგორც ხედავთ, ზევით გაიზარდა და რის ხარჯზე გასაგებია, ხო, RM-ის ხარჯზე. ვაბრუნებ მოქმედებას უკან. ანუ ტოვებ რაც არის. შევდივარ ახლა, ცოტა ესე გვერდზე გავწეროთ, ან უყურებთ ამ პანჯარას. რომ მომიწევს აქ მაუსით ჩვენებას თუ რას ვაკეთებ, აქ ლითქოს როდესაც შევცვლი, ამ ნაწილს შევკეცავ აქედან.
აი ეს ღილაკია, ამიტომ შეკეცვა და გახსნის დროს უკვე უნდა გამოიყენოთ, როცა დაგჭირდება. შეკეცვა რომ უბრალოდ ადგილი არ დაიკავოს ჩვენს ადგილ მდებარეობაში. ბრუნდები ამ C-დან აი ამ ნაწილში, მაგალითად shape-ში და განსაზღვრავთ იმას, რომ shape-ში გვაქვს აი ეს პარამეტრი, რომელიც აი ამ ნაწილს განსაზღვრავს. ამჟამად ჩვენი ფანჯრის სიმაღლე გავხსნია აი ამ ნაწილს. გვაქვს 1500, შევკეცავ ისევ და ისევ კალკულატორს გამოვიყენებ. წინა ერთ რომელიღაცა ვიდეოში ეს უკვე გავაკეთე, ამიტომ მოდი განსაზღვროთ, რა გვაქვს ჩვენ ეს სიმაღლე ამ შემთხვევაში, ხო? ამ 1500, რომელიც ამჟამად არის, ვაკლებთ 1150 და ვიგებთ, რომ ეს არის 350. ანუ 35 სანტიმეტრი. დავიმახსოვროთ რიცხვები, რასაც ვიტყვი. 2 მეტრს ვაკეთებ სიმაღლეს, ანუ ფანჯარას ვამატებ 9 მეტრს. აქ ისევ დაბრუნდები, თუმცა თავიდანვე შემიძლია ეს პარამეტრი შევცვალო. ჯერ ამაზე ახლა ვისაუბრე, ამაზევე გავაგზავნებ. ეს გახდა 2 მეტრი. აქ ხედავთ, ხო, ფიქსირებული დარჩა ეს რიცხვი, იმიტომ იყო წეღან რომ გავზარდე და დაინახეთ, ხო, რომ შეიცვალა რა ამის სიმაღლე. ეს დარჩა იგივე, იმიტომ გავაკეთე ეს ორი ვარიანტი, რომ მივხვდეთ ეხლა რას ვამბობ. ვინაიდან აქ განსაზღვრა აი ეს პარამეტრი, რაც არჩეულია ამ შემთხვევაში. ამ ფიქსირებულს გიჩვენებს და როდესაც შევცვალე კიდევ მეორე 2 მეტრაზე, ეს მხარე გადიდგა და არა ძირი. მე ეს მხარე უნდა დამრჩეს 35. ამიტომ ანგარიშობ ახლიდან. რა რიცხვი უნდა იყოს აქ, რომ ეს დარჩეს 35. რა თქმა უნდა, ზეპირათაც შეიძლება გაკეთეს, მაგრამ მე მაინც ისევ კალკულატორს გამოვიყენებ. 2 მეტრია უკვე მიმდინარე ფანჯარა, ანუ 2000. ვაკლებ 350. რაც ზემოთა უნდა დარჩეს. ესე იგი, ეს უნდა გაკეთეს 1650. ნუ აქ მარტივია, შეიძლება სხვანაირადაც მეთქვა, მაგრამ ანგარიშებს გეუბნებოდით, გაჩვენებდით, რომ მარტივად მივხვდეთ. რა ხა 5 მეტრით 50 სანტიმეტრით, ანუ 500-ით მოუმატე, აქ მოიმატებოდა 650. ანუ ამას უნდა დავემატებინა ის სიმაღლე, რაც დავამატე აქ ზემოთ. ანუ რამდენითაც გავზარდე, ხო? 500. ეხლა, როდესაც ეს ყველაფერი ხა სწორი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ოკეი, რომ დავაჭირო ეხლა ეს პანჯარა ისევ ზევით გაიზრდება, რა თქმა უნდა, თავისთავად, მაგრამ აი ეს სიმაღლე დამრჩება ისაც მინდა და ის 9 მეტრი ამაში დაემატება. მაგრამ პანჯარა დაბლა უნდა ჩამოვიდეს და ზედა მხარე მინდა დარჩეს იგივე ადგილას, რაც აქ არის. მოდი ამ რიცხვს პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ 500 ჩავწერო უნდა, მაგრამ მოდი მირჩევნია ჯერ ასე გაჩვენო და მე ხელმეორედ შემოვალო, რომ დააფიქსირო და მოქმედება ასე მოხდებოდა, ესე რომ გამოსულიყავი და მათ შორის შეგიძლია ხა შეხვიდე ან საერთოდ არ შეხვიდე, აქ შემეცვალა ეს. ან ერთდროულად შემეცვალა ეს პარამეტრი. ესე იგი ეს არის ნიშნული, ხო, ძირის რამ სიმაღლეზეა. რა ხა 9 მეტრით მოუმატეთ და ზედა მხარე მინდა რომ ამის გასწვრივ დარჩეს, აქ მოვაკლებდი ამ 500, ანუ 1000 - 500, 500 გამოვიდა. კიდევ მე ეს მარტივი რიცხვები გავაკეთე, თუმცა სხვა რიცხვი რო იყოს 500 ნაცვლად, ანუ არა 2 მეტრიანს გააკეთეთ, არამედ სხვა სიმაღლისას, იგივე შინაარსით იანგარიშებთ. აი მივიღეთ უკვე ეს ფანჯრები და ფაქტურად უკვე დავსვით ყველა ის ფანჯარა, რომელიც ჩვენს პროექტში არის საჭირო. დაგვრჩება ეხლა კარებები, რომელსაც უკვე ცალკე განვიხილავ ვიდეოებში, ცალკე რა თქმა უნდა, პირველ სართულზე, ცალკე მეორე სართულზე, შეიძლება რამოდენიმე ვიდეოს სახით ჩავწერო მომდევნო გაკვეთილი.